Говорит Москва. Говорит Москва. Внимание! Внимание! Говорит Москва. Говорит Москва. Работают все радиостанции Советского Союза. Через несколько минут будет передано важное правительственное сообщение. Говорит Москва. Говорит Москва. Работают все радиостанции Советского Союза. Через несколько минут будет передано важное правительственное сообщение. Говорит Москва. Говорит Москва. Внимание! Внимание! Говорит Москва. Заявление советского правительства. Граждане и гражданки Советского Союза. Сегодня в 4 часа утра без объявления войны германские регулярные части атакуют наши границы во многих местах и по
подвергли бомбежке наши города Kaunas, Севастополь. რა მოხდა კნეინავარა? ომია, ომი, ჩემო მაია. ვისთან არის ომი? გერმანიასთან. შორს არის ისგება? არა, ახლოს, სულ ახლოს, რუსეთთან სულ ახლოს. მარტოა? რატომ მარტო მასთან არის იტალია, რუმინეთი, მთელი ქვეყანა. მე რას გვერჩიან ისომრი შვილები, რა უნდათ ჩვენ? რა ვიცი. ვაი, ჩვენ შვილებს. ჩვენ შვილებს რა უჭირთ, ჩემო მაია, იქნებ მაგათთვის უკეთესი იყოს, ა? რა უნდა იყოს უკეთესი ადამიანო? ომი, ვის რა შავჭირად უნდა? მთელ ქვეყანას უნდა ომი, ჩემო მაია, წადი შენ დედა არგი და მე რეგი ამბობ ყველას. ვაი, ჩემი შვილების ბრალი. ვაი, И гражданки Советского Союза. Сегодня в 4 часа утра без объявления войны германские регулярные части რა ხდება? თქვენი მეუღლე უკეთესად არის. მე მზადა მაქვს შაშხიანი ომლეტი. დღეს რაღაც ვერავა. ჩამის გუნებაზე. თავად მიირთვით ბატონო, ომლეტი. Войне. მოდი ვაპირებდი აქ მოსვლა კეიფოთ ვიყავი ამიტომაც არ წამოყევით ხელმაღლა ისეთი ამბავი გაიგე რომ რა ამბავი მე? უთქეროდ ვეღარ გავძილ ჯერებო ეგარი და ეგა მაინც რა გაიგე? რა გითხარი პაპაბრია? ჯერ მაღარი ჩიჩი მაინც რა ამბავი აბრია? ამათი გაკითხვის ხედავ გაჩელებო ომია შვილოსან ომი ოჰო გაიხარებით ეგეც ორთავა ხომ გეუბნებოდი ფაშისტები მაგრათაურებენ მეტი ვენა ისე გახარებული ხარ ჩვეჩები 18-იან თითქოსა პირველი თოვლის მოსვლას ესწრები ხარ ომი რა გიხარი მე შენ რა გადარდებ შესახედაღო ერთბაშად გემები არ ჩაგიზირო შავ ზღვაში ან სამოწროები არ დაგიბომბონ თბილისში აბა ვენა ხარაკუთას რა უნდა ვერაფარაკო ვეტანა იქცეოდა და ურა ქორწილს ამართავდა დაღიეთ მოილხილე ძმებო მოილხილე ქრისტიანს ჭეშმარიტად შეადო მოგიძგენია პაპაბრია. აგრემაც გნახავ. პაპიჩემის სეული ალაღებზე 10,000-იან ფარას მიუძღოდე შენი კომპლით ხელში. ჩემო ინჯილერო ყველგან აიძო ვაზი ჩაჩარეს ამ ჩემ გახრეგილ სულზე ხო არ მოაწვევ სხვასაც ჯერ მოიცა. ერთი ორი შავი ტუზი დაუჯდეს ჩვენს მტრებს და მაგზურების სერის გაჩვენებ. ნავენახალად გადავაქცე. მე და განგრევიცით ეგ საიდუმლო.
აიც ბაბა აბრია, აიც როგორ მოახდეთ მას სასწაულს. მართლაც სულ დამავიწყდა დაპირებული შეჯისრულე გუშინში თბილისიდან ჩამოგიტანე ქორიკოზის წევლა ეს ნადი ქვაკაცას წმინდა გიორგის კარზე და შენებურად დაახვხეს წევლა ნახე რა სასწაული მოაგვარდოს ქვას აადუხებს ქვას რომ იცოდე ისეთი წევლა ეხლა მიდიც ხელს უწყობს აი ამ საქმეს შენ რა თქმა უნდა ხვალზე წახალომში ობიო მე რა ვიდა ომში კომუნისტებმა იტეხოს სვირპირი ჩემო ინჟინერო მე ჩემს ცხოვრებაში ორ რამეს ვეომებოდი ღვინოსა და ქას ამაღამ ერთ ლამაზმას უნდა ვეომო ადმე დადი აი დაგემართოს კაი უმარი ხარ პირველი ომიც ეგრე დააგე მარი გაგინეს სვირპირიდან სადიშე გველი ჭამია შენის გირჩევნია შენს ქრივებს მიხედო ნეგრესის ქარებისაგან დახუთულ დედაკაცებს რომ დაძდევის დიდი სარდალი გამომივიდა შენმა მზე მე უცბად დანავსავ ჰიტლერის ტანკებს ომში რო წახვალ შენ ვის დაგიყვანს ჯარში როცა უკანასკნელ მამალბატს წაიყვანენ შემდეგ ჯერი შენი იქნება მე ყველა ომში შენზე დიდ ვაჟკაცობას გამოვიჩენ რო იცოდე კანკრელი არა მე შენ უფრო ჭკვიანი კაცი მეგონე მიორთავა ჭკვიანობას რაზე დაგიდახე თავკისერი ბატის წუხს მიუგავს შენავიდო აბრიას ფურგამეჩივით რომ გაქციები ეგ თავი შენაგონია რა მოსახვეტათა გააქვს ჭკუა მაგ გოგრაში შენო ამ ზერ ბაბრია რაო ის გაუხრებული ვარდოსანზე მართლაც მორჩენილა ჯერ არ მგონია რომ მომჯობინებულიყო მაგრამ უძავა ყრანტალა ყველაფერი მაშინა სამივე უნდა უწიოთ აქაურობას საშუალოს ფიქრი არა ხვალ თელავში მივდივარ კაც მიუგზავნე თუ გაგიცივარ 4-ში ამოგიღებ მეთქი იცოდე და მერე მაგას ჩვენთვის სადასალი არის დაიჭირე ბაბავრი თავი ერთი სადარდებელი გააჩნიათ მაგას ნოიტყვი კანკრე ვარდოსანიძემ თუ დაფქვა შენი ტერია საქმე ჭატრაკულად იქნება იცოდე ფიქრი არა თუ გაწყარა ღმერთი მე და ბაბა აბრიამ თათუშეთში გადაგიყვანთ ისეთ ადგილას რომ ჭინკაც ვერ შემოახტევს ნუ გეშინია ამდრო მე ხვალღამ მივდივარ ფრონტზე ბატონო პროფესორი ცუდად ნუ მომიგონებთ თუ მომკლეს დავუყოთ რომ ხანდახან ვუჩვევდი და სვამდი საცოლე მომიგდო დეფით იმიტომაც სვამდი მე ახლა ის მაწუხებს როგორ მოვulit თქვენ მანქანას მოჩემ ყველაფერი მიპატიებია ჩემო ანდრო შენ მაგაზე არ ფიქრო გულთან ახლოს არ მეიტანო
შენიც არ შევარცვლო. გვასახელე. მე კი არა. შენი მშობლები და ქვეყანა ასახელე. რამგივით ვარგიდირია აბა გასახარელი რა გვაქვს გუთი ქვეყანა განსაცდელში ახლა ეს საკუთარი უბედურება ზედა ემოწია რა იყო რა მოხდა ახას მახრელი მოვიდა შვერიძე აუტყდა ქეთუას ქალაქში წავედით და იქ მოვაწეროთ ხელი აქ რომ მოვაწეროთ თელავში ცოლი გაიგებს და მოგვივარდება ალხაზი ატირდა მამაჩემის მაგიოთ არავინ დამანახოთო თორე თავს არ ვიცოცხლებო და ესოდან გასულები არც კი იყვნენ ქეთო და უშვერიძეს ხალზე ავიდა და იქიდან გადმოიგდა და ცოცხალი როგორ გადარჩა ქეთო ამერთი აკოცა ბავშვს და გაიქცნა ატარებელზე აგვიანდებოდათ მე იქიდან გასაგზავნი არავინ მყავდა ღამით ეცოდ გავათე მე დილას მარვა გაუში მენდელის მოსაყვანად და თაბაშირში ჩაუსვა მენდელმა ხელი თურმე მოტეხილობა ქონია ხლა ეს იყო წაიცინა შეწასვლა მოგვიწევს გუთერცელ დღეს ციხის დამა გამოგვიარა ჩამილაპარაკა გოდერძი თუ გინდა დაბჯავშნა უარი უთხარი აბა კოლმეურნებას რა უყოთ უთხარი ისევ თეთრს შეაბარეთ მეთქი ეუგონზადა ვარნა ამაღამ საქმეების გადაბარებას თუ მოვჩი გვიან მაგით გამოგივლი ჩემონჯახ შენ უნდა მიხედო გესმის აბა საწოდავი ბაბლი არის იქ გამკეთებელია შეხო ჭკვიანი გოგო ხარ დიდი გოგო ხარ უჩემო ბაუფრო გაგაკარჟებს ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ მე ჩამოვა ყველაფერი კარგად იქნება მე ერთ ამბეს დავდებ ხოლმე თმები გაგიჭაღარავდება ჩემზე ფიქრი მე ვის გაჭაღარავებას არ დავეწე გუთერცი ოღონდ შენ დაგეძრუნდი შვიდო ხედავ ამის გავასწორებ იმ საწოდავებსაც მიხედავ სათქვი გუთერცი მე ხომ მარტო არ შენად მომიწევს ალბათ მომოგინება და რა მოყო გუთერცი ბავშვს ასაგიზეთში ბავშვი კი არა მე აღარ მიდგომ მე უნდა წავიდე ცოტა ხანი კიდე დარჩა ვერ მოხერხე ხვალე გამოგივლი ფარეხი ხერც მომაწეროთ მათში
1000 კრამიტი თუ ვიშოვნე, გადავსახლდე თუ არა პაპა მიქელასთან. ბიჭი თუ მეყოლა, მართლაც მიქელას დავარქმევ შენი სურვილისამებრ. შენ ჩამოდი მშვიდობით გოდერძი. ოღონდ შენ ჩამოდი მშვიდობით და ემე გამითეთრდეს თმები. ოღონდ შენ ჩამოდი მშვიდობით. ოღონდ შენ ჩამოდი მშვიდობით. ოღონდ მშვიდობით ჩამოდი. და ემე გამითეთრდეს თმები. მე რა ახლოს იყო ბედნიერი. სულ რაღაც ერთი მტკაველი სიშორეზე და გულბოროტმა ცხოვრება. გაყვარა მე და შენ გოდერძი. მე და შენ. ოღონდ შენ ჩამოდი მშვიდობით გოდერძი და ემე გამითეთრდეს თმები. ხმა მოიღე. გოდერძი ვერ გააღებარი. გოდერძი ასეთ დროს ჩემთან არასოდეს მოსულა. შენს გზაზე წადი, ვინც ახარ, თორე განანაფიცოთ. შენ რა უნდა მიქნა, ჭუკო? გირჩევ შენს გზაზე წახვიდე, კარებს ნუ მინდრებ და ავანუყოფი არ გამეღვიძო. მე კიდევ გირჩევ, გამიღო კარი, თორე ეს კარი მე ვერ გამახავებ. გოდერძი რომ ყოფილიყავი, ხო გამიხებდი შეუნამოსო გარს. უნამოსო შენ ახარ კანკრ. რაცა ვარ, ეგა ვარ. გოდერძისა და მისი კომუნისტების ამ აღსასრული კარზია მომდგარი. ამაღამ ჩემი თუ არ გახდები, გამოვიდან მამისეულ ხანჯალს და გოდერძის ისი ავკეპავ, როგორც სამწვადე თოხლს აკეპავენ ხოლმე თუშები. ნაშლიანთნი ამბო, თორმე შენ დაგიგოხია. შენი ჩემი გულისათვის ცხვირბირი და სისხლი აძინაო გოდერძი კანკრეს. რა ვერი მაგის გავსი არ ვიცხო. ო, შენ არ იტყოლი. შენ კარგი გოგო ხარ, ამიტომაც მიყვარხარ. ხელებს დაიმოკლე კაცი, თორე განანებს. შენ რა უნდა მიქნა, ჭუკო? იცოდე, ამაღამ ჩემი თუ არ გახდები. გამოვიდან მამისეულ ხანჯალს. ჯერ თქვენ მოგითავებთ ხელს და მერე მეც მოვიკლავ თავს. შეგნებული კაცი მეგონა, კანკრე. ძალადობა რა საჭიროა. მოდი, დავსხდეთ და ელაპარაკოთ. როგორც გონიერ ხალხს შეეფერება. გამაგიშე შენ მას სიყვარულ მაგოგ. თუ არ გეცოდები. მე და შენ სიყვარულის მეგობრები ვართ. ერთად გვითამაშია. ერთად გაგვიტარებია ბავშვობა. ნუ ხარ უგულუგალო. თუ ერთხელ მაინც დამნებდი, ვინც ეგებ გამინერდეს სიყვარული და სიჭი.
ცოცხლეს განაცვლებ. ვინ გაიგებს ამას? თელმა შავმა სოფელმა იცის, რომ გოდერძისთან ნაცხოვრები ხარ. გოდერძი ხვალ ფრონტზე მიდის, ხომ იცი შენ ეს? შენიც კი არ გახსოვს, რომ შენი გულისათვის ლამის არ იყო ზედ შევასკდი კობერიძეს. მე რომ არა შენი დედენაცავლი უსათუოდ მიგათხოვებდა კობერიძეს, ხო? რა საწვარი გუგაი ხომ არ ვიყავი, საერთოდ უდოდა იქით გადავესროლი ჩემ დედენაცვალს. ცირას გეტყვი გამგრე. შენ ხომ არ მიდიხარ ომში. გოდერძი ხომ მიყავთ. ერთი დღეც მოიცადე. ომშიო. მე რა მინდა ომში კომუნისტებმა იტეხონ თავი. გამგრე ერთი წუთი მოიცადე. ეხლავე მოვა. მამის სულს გეფიცები, ეხლავე მოვა. იცოდე, არ დაიგვიანო. ხომ იცი, სადაცა გათენდება. არ დაიგვიანო. ადექი და წადი აქედან თორე გაგაქრო ვიცოდე. არ მომეშვა პაპა აბრიავებს თქვენი კანკრი. დიდი უგუნებოდი ბიჭა. ხალი რო დინამიტის საფეთქებას დაიწყებს, ის კაცსაც ადვილად მოჰკრავს მეთქი. ეგრე.
планеты Литва, часть Латвии, запад Белоруссии и Украины. Над нашей Родиной нависла смертельная опасность. Мы должны перестроить всю работу на военный лад. При вынужденном отходе Красной Армии не оставлять врагу ни одного паровоза, ни одного вагона, ни килограмма хлеба. Андон წავთ, მაგრამ მედან უნდა მაჩი და ხელს მოაწერთ. კარგ სიზამში. ხომ იცი, ყიამყრალის შავსოფლელების ამბავი. ეს ფორმალური მხარია, მაგრამ მაინც საჭირო. წადიშ. დანარჩენში მე უშენოდაც გავერკვევი. გოდერძი. კარგ სიზამ თუ შენ წახვალ და წინასწარ ამბავს გაიგებ. რამოს? რადა ჩემი ვიზაშვილიშვილი თენგიზა და მის საცოლე ყოფილან უშინწი. მატჩის გამგი ავად გამხდარა. შემცვლელი არ ყოლია ეს ოჯახს და აი ასე გაწმილებულები გამობრუნდა. კარგი ზიადეთ. დავიგეთ. აფციო. მაგრამ შენი ჭირი 1 საათი დარჩი რა მალხასთან. სანაცაა გოდერძი უნდა მოვიდეს და ხელის მოსაწერად მივდივართ ყვარელში. უიმე, მართლა კა, შენ კი გაიხარე, მაგას როგორ დაგზარდები? ერთი გამდამენახე რომ შევიღებ. მაჩი დაკეტილია. გამგეავად არის და სამი დღეც არ იქნება. შაველებო და ხევსურებო. კახეთი საქართველოს მოწინავე პოსტი იყო მუდამ. ეს თქვენი შორეული წინაპრები, თქვენი პაპის პაპები ეკვეთებოდნენ პირველნი აღმოსავლეთიდან შემოჭრილ ბარბაროსებს. ვაშკაცებო, ძმებო, მუდამ გახსოვდეთ, რომ ჩვენ კავკასიის მეკარეები ვიყავით, ვართ და ვიქნებით მუდამ. ჩვენი ხალხის გმირული ბრძოლების ამბავი ჯერაც ახსოვთ. ყარსის, ბაიბურთის, არზრუმის, შელეწილ ციხეებს ახსოვთ. ახლა თქვენი ვალია დასავლეთიდან მოვლენილ ცივილიზებულ ბარბაროსებს ისე მამაცურად შეებრძოლოთ, როგორც აღმოსავლელების წინააღმდეგ უქნიათ ჩვენს წინაპრებს.
გზამშვიდობისა ძმებო, გზამშვიდობისა. ისე მოგვენატრე მე და მამიდა შენს ვეჟო რომ აი სამსახურიდან გამოვიპარე. ხომ იცი მათვილო ასეთ დროს შენს უახლოეს ადამიანთან უნდა იყვე. ხო სწორია. გევედრება მამიდა შენი მათვილო რომ 1-2 დღით მოგვეჩვენეო თელავში. ახლა ჩვენ ყველაზე მეტად ის გვაწუხებს რომ ასეთ საშინელ დროს აწეწილი რომ გაქვს ოჯახი. იანიკო ქართულ ხალხს უთქვამს ციხე შიგნიდან გვდებაო და ჩემ და ბედად ამ გატეხილი ციხის პატრონი მე აღმოვჩნდა. სამწუხაროდ. ბატონებო, მედიკო გთხოვთ ერთად ვივახშმოთ. მაიამ შესანიშნავი ხაჭაპურები გამოაცხო. ბაზის ფოთოლში მოშუშული ტოლმა გვაქვს. რაც ასე ძალიან უყვარს ჩემს ძვირფას სიძეს. გთხოვთ. ჯერ მე მინდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა ქალბატონო, დაბრძანდით აი აქ. დაბრძანდით. მე რა თქმა უნდა დიდად გმადლობ რომ აგრე გულუხ გამასპინძლებას მპირდებით აქ ჩემს საკუთარ სახლში. ერთი რამ მაკვირვებს მხოლოდ აგერ უკვე რამდენი თვეა წარმარა მეპატიჟებით და ვერ ამჩნევდნენ რომ გაურბივარ თქვენთან სიახლოვეს. მით უფრო ჭამას და განამარტო თქვენთან, თქვენს ძვირფას დისწულთანაც. ჩემს დისწულთან? რას აბრძანებთ მონშენ ჟანრ? ჩემი დისწული უპირველეს ყოვლისა კანონიერი მეუღლეა თქვენი. აბა მე მინდა მოგახსენოთ ერთი ახალი ამბავი. უკვე დიდი ხანია თქვენს დისწულს ჩემს კანონიერ მეუღლედ არ არავთ. და თქვენს ამაოდ მიწოდებთ წარმარა ძვირფას სიძეს, ისიც ფრანგულად. რას აბრძანებთ მსიო კორინთელი? ქალბატონო, ვარა, დროა დასასრული მივცეთ ამ კურიოზულ პანტომიმას, რომელიც მთავარი გმირებიც ვართ თქვენი დისწული, თქვენ და თქვენი უმორჩილესი მონა კორინთელი. და მაინც იცოდეთ და ვიჩიტებით რომ მე აღარ გახლავარ თქვენი სიძე, თქვენი ძვირფასი სიძე პარიზშია, იტალიური მოგზაურობიდან შინ მშვიდობით მიბრუნებული. ვინძლო თქვენ და მედიკო მას ვერ მისცუდეთ გასაგები მიზეზების გამო. თუმცა სასიძოს აქაც ბევრს იშოვით. რადგანაც თქვენი დისწული, როგორც თქვენ ამტკიცებთ, ცისფერ-სისხლიანი ლამაზმანია. თუ რა ვწდები, ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი უკვე გყავთ, რომელსაც სალიმ მხრიდან მაინც აქვს გამოყოლილი ეს თავადური სისხლი. რას აბრძანებთ მსიო კორინთელი? ბატონი შარკუტიეს იტალიური მოგზაურობაო, მე პირველად გესმით. პირველად გესმით. მაშინ მე თქვენ ერთ რჩევას მოგცემთ. გადაგქეკეთ თქვენი ალბომები და მოზზებნეთ ის ფოტოსურათები, რომელიც ერთი თვის წინ გამოგიგზავნეთ პარიზიდან თქვენმა საყვარელმა დამ, ეფემიამ. რომელი ფოტოსურათები? ვიცით ქალბატონო, ამ საქმის გამარკვევაში მე მიმიწვის ჩემ დაუნებურად ბრალი.
პირველად მე გავხსენი სრულიად შეგნებულად ის პაკეტი, რომელშიც ეფემიას წერილი და იმ შარკუტიეს ფოტოსურათები იყო. და მევე გამოგიგზავნეთ, იცით ვისი ხელით? ვისი ხელით? შოფერის ანდროს ხელით. აფსუს ის შოფერი ეხლა ფრონტზეა, თორემ ეხლავე გაირკვეოდა ყველაფერი. ქალბატონო გვარა, მე მინდა დაგამშვიდოთ. ანდრო ავად გამხდარა და მხოლოდ ზეგ მიხავთ ფრონტზე. და თუ თქვენ ამ მუჭიფრობას არ მოიშლით, ახლა გამოგუძახებთ და პირში წაგაყენებთ მას. მე გერმანელი ოფიცერი ვარ და ნება არ მაქვს ჩემი ვინაობა გავთქვა. ალბათ ამაღამ მოუკვდები. ამიტომაც ვეღარ საწამებთ. შეტაკების დროს სწორი თქვენიანი დავჭერით. აქ მოვიყვანეთ. ბევრი მაწამეთ, მაგრამ არც თავიანთი სამხედრო ნაწილის სადაურობა თქვენს არც სახელი და გვარი. სიკვდილი ირჩიეს. ერთი მათგანი მეღორე იყო, მეორე რუსების პოეტს პუშკინს გავდა. საერთოდ ვინც სიკვდილს ჩემსავით ხშირად გასთამაშებიან, მას არაფერი შეეშინდება. ეს ორი წელია, რაც მე სიკვდილის ანგელოზივი დავკრივარ ცაში და ბოროტებას ვთესავ. ვინ მოსწვლის რამდენი ქალაქი და სოფელი დამიბომბავს, რამდენი დივერსია მომიწვია. მე ფილოსოფიის დოქტორი ვარ, ისტორიაც გვარიანად ვიცი. ეს ამბავი არც ისე ახალია, კაცობრიობას ჟამიდან ჟამზე დაეუფლება ხოლმე ისტერია. რელიგიური ომები მოიგონეთ, ჯვაროსნული ლაშქრობანი, ჭინკებისა და კუდიანების პროცესები, ცრუ ქრისტეები და ანტიქრისტეები, ებრაელთა შლედა და სხვა მისდანა. თქვენი ამ ხანაგების წამებამ ძალიან დაგვაფიქრა. როგორც ჩანს, თქვენ დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ. მე ვარ რუდოლფ შტამლერი, ფილოსოფიის დოქტორი, კონტრდაზვერვის ჰაუპტმანი, გავს მამა, იგი მედიცინის პროფესორია, სამხედრო ლაზარეთის დირექტორი. გავს ძოლი და ორი ბავშვი. კონტრდაზვერვის სკოლა დამასრულებინეს სასწრაფოდ, რათა ხალხის აწიოგება და ქალაქების დაბომბვა მესწავლა. ჩვენ სახელი გაუტეხეთ მაღალნიჭიერ გერმანელ ხალხს. თქვენ ალბათ ყოველი გერმანელი ფაშისტი გონიათ, ყველა გერმანელი ბანდიტი. ამ ამულეთმა კარგი სამსახური გამიწვია დღემდის. იგი მაჩუკა ჩემმა მეუღლემ ფრონტზე წამოსვლის დღეს. ეს ამულეთი მიფარავდა, როცა უკრაინისა და ბელორუსიის ქალაქებს ბომბავდი. დღეს მიმუხტლა ჩემმა ამულეთმა. ჩვენთვის განკუთვნილი ოთახები გადაბურეთ როგორ მეკრამეთით. როგორც კი ამ საქმეს მორჩე, პაპი ჩემის სახლში გადადე. ბავშვს კარგად მოვუარე ჩემს მიქებაზე. აქ ერთი მეგობარი გავეჩინე, უფროსი ლეიტენანტი ბურჟინსკი. მას ძალიან მოეწონა შენ მიერ გამოგზავნილი თუთუნი. კიდევ გამომიგზავნე ეს თუთუნი, ნახევარი ბურჟინსკიც უნდა მივცე. გაუხარდება. სხვა ჩემს ამბავს თუ იკითხო, დამაჯილდოვეს მედლით კავკასიის დაცვისათვის და კაპიტნის ჩინმა მანიჭეს. წარდგენილი ვარ ლენინის ორდენზე. სხვა ახალი არაფერია, ვიბრძვით. თავს გაუფრთხილდი.
ოღონდ შენ დაგვიბრუნდი მშვიდობით გოდერძი და ემე გამითეთრდეს თმები. ოღონდ შენ დამიბრუნდი. დამიბრიყვეს შემოაბრია უსინათლო და უბედური, თორემ ამას როგორ გამიბედავდნენ ის ცანცარა ქეთუა და მისი ლოთი ქმარი. აპოხტივით ავკეპავდი იმ გარეწრებს ხანჯლით. ქრისტიანები არ არიან, ღმერთი არ ასწავთ მაგ ურძულოებს მაგათა. მამისეულ სახლში აღარ აჩერებენ ჩემს რძალსა და ჩემს შვილი. ცოტა დამაცადეთ, თქვენ ღმერთ ძაღლებო აი ამ სახლს გადავხურავ და გადმოვიყვან მაგ საწყლებს. აბა რა უნდა გითხრა, შემომიხელა, მაგრამ რა ვიცი, კაცო, რა ვიცი. მე მაინც ამგონია, რომ უფრო მეტი დაკვირვება გჭირდება. ჭკვიანი კაცი ხარ, მაგრამ მეტი სიფრთხილე გმართებს. ეხლა კაცო, მე შენი ოჯახის საქმეებში რა ხელი მაქვს, მაგრამ ერთს კი გეტყვი. ეხლა კაცო, გოდერძისა კანონიერ ცოლად რომ დომებოდა, ხო. რა ვიცი კაცო, ხელის მოწერასაც მაახერხებდა როგორმე. თუნდაც ომში წასვლის დღეს არა. არა. მე ანგრე მგონია შენ სტები აბრია. კორინთელმა იმ დღეს მანქანაც კი ათხოვა გოდერძის. წინასწარ წავიდა ყვარელსა. მაგრამ მაჩის გამგე ლოგინად ჩავარდნილი აღმოჩნდა და იმიტომაც დაბრუნდა გაწმილებული. მე რა იცი, ვეგანბაი მოწყობილი არისო რა. როგორ? მე რა, განამარტო გოდერძი ყვარობდა, ზარიცი ჩვენი ბერმუხელი ბიჭების ამბავი ულაყებივით რომ დაედებიან ხოლმე ლამაზ ქალებს. ე კალაკელ კობერიძესა და კანკრესაც ნუნუს გამო არ მოუვიდა ჩხუბი. მე გავაშველე, თორე ბებუთები მზად აქონდათ. აბერდი ქეთუას ეკითხე თბილისში ყოფნისას. კინოში თუ არა ყავდა კობერიძესა ნუნუ. შენად დაბერდი და არიცი. კინოებში რაც უშვებიან ქალებს. მე დიაც ამბავ შენ გაიგე. დღევანდელი ხალისასა კინოებში, სათიბეებში და კრებებზე რო ხვდებიან მამაკაცებს. მე კაცო, უფრო მეცაც გეტყვი შენ ალბათა. რა ვიცი, განაგონი გექნება კანკრეს დაჭრის ამბავი. ყური მოხარე. ზოგიერთი სულელი აგრე ფიქრობ, თითქოსა ნუნუს დაეჭრას კანკრე ხანჯლით. როდის იყო, რომ ნუნუ ხანჯლებს ატრიალებდა, გოდერძი მიუსწრო კანკრესა, იმ ღამესა და დაჭრა კიდევაცა ხანჯლითა. ო, მე და ჩემმა ძმებმა მიუსწარით სულთ მობრძავ კანკრეს. ნაბადი მეეხადნა, ფეხშველი იყო და საკინძე გახსნილი ჰქონდა მაშინ, ეგრე იყო. შენმა შვილიშვილმა მე დამაბეზღა პროკურორთან, მაგრამ მე და ჩემმა ძმებმა მივაჩუმეთ ეგ ამბავი შენი ხათრითა, თორე გოდერძისა უეჭველად დაიჭერდნენ. მე კაცო, რა ვიცი, მე არაერთ გზის მინახა ბალღი და ვიცი კაცო, გოდერძისა სულ არ აგავს. არ მეზვი კაცო, შენ რათ უნდა არჩინო სხვისი ბუშია. ხო, მაგრამ პაპა აბრია, ის ბავშვი თუ გოდერძის არ იყო, პაპა ჩემი სახელი რაღაც დაარქვა. ხო, რაღაც დაარქვა. შენ რა გესმის, ბღარო. სახელის დარქმევაზე რა ჭკუაა? აბრია ჩვენი სოფლის უხუცეს ერქვა, მაგრამ მე არც შვილი ვარ, არც შვილიშვილი, ღვთლისა. რა ვიცი, იქნება იმიტომაც დაარქვა პაპაშელის სახელი ნუნუმა თავის ბავშვსა, რომ მიქელასათვის შეეტყუებინა.
მუში. ვაი, ჩემს დღესა. დიანიკო. ციხის თამა მანქანა გამომიგზავნა, თათბირზე მიბარებს. მე თელავს უნდა წავიდე, მაგრამ მალე დაუბრუნდე. და მეც წამოყვები. არა, დიანიკო, შენ დარჩი, დღეს მაინც კვირაა, უქმე დღეა. დარჩი როგორმე. შენი თანდასწრებით მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა მედიკოსათვის ამ საბოლოოდ განშორების წინ. სხვათა შორის კიდევ დარჩა ზოგი რამ გასარკვევი. ხომ ხედავთ ჯენიკო? დაგმენგრა ოჯახი. ღმერთი მყავს მოწყვეთ, მე არ მიმიწვის ბრალი. ჩემი ერთადერთი ბრალი ის არის, რომ გრძნობას დავყევი და ვახტანგ მისაყვედურებდა მუდამ. შენი დანაშაული, შენი თავის წინაშე ის არის, რომ ანგარის შენობას აყოლილი ცოლად გაჰყევიო შარკუძიას. მე დღესაც არ მესმის ნიკო ბატონო. საბოლოოდ როგორ უნდა მოიქცეს ქალი? რომელიც აყვეს გრძნობას თუ გონებას? როცა ანგარის შენობას ავყევი, თქვა შევწდი, ახალგაზრდა ვიყავი და გამოუცდები. მაგრამ როცა უკვე მოწიფულმა გრძნობას გადავაყოლე, ჩემი დაწყობილი ოჯახი, წინვალე მდგომარეობა და არც თუ ისე საუბო პრესტიჟი, როგორც ხედავთ, ამჯერადაც შევწდი. იცით, ქალბატონო მედიკო, მე რა უფლება მაქვს თქვენი საქციელის განსჯისა, მაგრამ რა კი მეკითხებით ერთ რამეს მოგახსენებთ. ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებს ხოლმე ყოველი ადამიანი, როცა იგი თავის პირად ცხოვრებაში, მე აქ გულისხმობ ცოლქმრულ ცხოვრებას, მესამე პირს ჩარევს ხოლმე. სულ ერთია, ვინც არ უნდა იყოს იქ. აბა მე სხვისთვის დასარიგებელი ჭკუა ვინ მომცა, მაგრამ ასეთ რამეებში თუნდაც 100 კაცის რჩევა უნდა მოისმინო, ოღონდ საკუთარ გულისხმას უნდა მიენდო, რა თქმა უნდა. ბატონიცო როდონაშვილი მოგბრძანდა. ამიტომაც შემოვედი თქვენთან, ნიკო ბატონო. იცით, ვახტანგი ისე უდიერად მოექცა დედაჩემს, რომ მე დღეიდან ამ სახლში დარჩენა არ შემიძლია. თუმცა ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მე გულმართლად მივენდე მის პატიოსნებას. მეუბნებოდნენ მინდელის ქალთან რომანი აქვს, არ მჯეროდა. ახლა კი უკვე ამეხილა თვალი. არც ჩემი ოჯახის, არც ჩემი გვარის რეპუტაცია და ტრადიციები ნებას არ მაძლევს დარჩე შეურაცხყოფილ ქალის მდგომარეობაში. ჩვენ ახლა მივდივართ და ვახტანგს შეუძლია აღარ მომავალ. მან
მადლობთ. გამარჯობა, პაპა მიქელა. უნდა გადახარო. გოდერძისთვის ვენის ორდენით მიუციათ. ნახე. დღეს წერილიც მივიღე. როგორც იქნა სადადელს მივაღწიეო, საავიაციო პოლკში გამოწესესო. ორი თვეა ის ტერიტორიას ვომობ და იმიტომ ვერ მოგწერეთ ამდენ ხანსო, თქვენც მოკითხვას გითვლით. ცოტა ფული დავზოგე. კიდევ დავზოგავ და მოკლედ არ გაგვიჭირდება. ეს ფქვილიც აიღე ბაბლია გამოგადგებათ. რა მოგივიდე ბაბლია? პაპა მიქელა. არაფერი. რაც მოიტანე უკან წაირე. და მეტი ნურაფერს მოიტანე. ეგ ფული შენს ბავშვს მოახმარე. და მეტი ჩვენთან ნუ ღარ მოხვალ. არა უშავს ბაბლია, გაუძლებ. ყველაფერს გაუძლებ, ოღონდ გოდერძე მშვიდობით დაგვიბრუნდეს. აბრია ამასინად პროკურატურაში გამოუძახებიათ. თურმე კოლმეურნეობის ფარას მოწყვეტილ ცხვერებს იპარავდნენ და თბილისში აგზავნიდნენ გასაყიდად. საციხეთაა აქ საქმე. ძალიან კარგად იცის, რომ გოდერძის თაოსნობით გადაეცა ეგ საქმე პროკურატურას. გოდერძი აქ არ არის და ჩვენზე იძიებს შორს. არა უშავს. გაუძლებ. ამასაც გაუძლებ. გოდერძიში მშვიდობით დაგვიბრუნდეს. შემოვდგი ფეხი, წყალობდეთ ღმერთი ფეხი, ჩემი პალიანგელოზისა. ნიკო. ეს რა კოსტუმარი მომიყვანება. თაღვინო კი მაქვს კარგი, ახლა ხაჭაპურებს დავაცხო. არავით არის ხაჭაპურები. შენ ახლა მოემზადე, ჩაიცვი. ხო, აგერ ჩემი შოფერი და დარაჯი მათ მოგეხმარებიან. უნდა მე წავიდე. აბა, ხო, ჩაიც. საწავიდეთ? ვახტანგისთან. ჩემსას. ესე იგი ჩვენსას. ჩვენსას. ესე იგი ჩემსას. მოიცაგატრა. აღარც ახლა მაქვს უფლება იქ წავიყვანო ჩემ მეუღლეს. რა თქმა უნდა. მოემზადე გენაცვალე. აბა. მოემზადე.
13 აპრილს კაპიტან ელანიძის თვითმფრინავი 134 სხვა ბომბდამშენთან ერთად ტრისურგის დასაბომბად წარგზავნეს და უკან აღარ დაბრუნებულა. აღარ დაბრუნებულა. მხოლოდ 30 აპრილს მივიღეთ კონტრდასვერვის ცნობა. საზენიტო артиლერიის ცეცხლში მოყვა. აღარ დაბრუნებულა. Thank you.